შუადღე მშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გრძელდება გადაცემა შუადღე ქუთაისში აკოსთან ერთად და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს გახლავთ 27 ოქტომბერი, დღე სამშაბათია და ტრადიციულად შუადღეს ვატარებთ ერთად მეგა TV-ს ეთერში. მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთი რუბრიკა გვაქვს თქვენთვის მომზადებული, ეს არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის ტრადიციული რუბრიკა, რომელსაც კრისტალის ბიზნეს სკოლა ასე ქვია. ჩვენი დღევანდელი თემა სოფლის მეურნეობას, კერძოდ მეფრინველეობას შეეხება. გრიგოლ ჭერმიძე ქუთაისში ცხოვრობს და წლებია მეფრინველეობით არის დაკავებული. ამაში მას ოჯახის წევრები ეხმარებიან. დანარჩენს ვიდეოდან შეიტყობთ. ეს არის ჩვენი პატარა მეფრინველეობა საოჯახო 8-ში გამოყვანილი იყო წილი. 8 რიცხვში. არის 6 დღისა, ერთი კვირის წილი ყავს. სიტყვა უნდა 30-34 გრადუსი უნდა იყოს, მოყვანისთანავე უნდა იყოს ტემპერატურა დასული, სისუფთავე პირველ რიგში, ჰაერი, ტენიანობა ყველაფერი ნორმალური უნდა კონდეს. წამალს ვაძლევთ სპეციალურ წამალს, ყველაფერი ნორმალურად რო იყოს. და ვზრდით ყავს აქ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, 10-12 დღის განმავლობაში და შემდეგ გადავყავთ დიდ ფერმაში რა, სადაც უკვე გაიშლება და 15-14 წელი უნდა იყოს ამ ერთ კლეტკაში. როდესაც თავდება პარტია, რეალიზაცია ხდება ქათმის, შემდეგ ირეცხება, იკირება, იწამლება ჩვეულებრივად. და ვასვენებთ, 1-2 კვირა მაინც უნდა ამას დასვენება, რომ განიავდეს, გამოსუფთავდეს და ბაქტერია ბაცილა თუ რამე არის ძველი წინა პარტიის, რომ დაიხოცოს და სუფთა უნდა იყოს, ახალი პარტია წელი რო შემოდის, შენობა უნდა იყოს იდეალური სისუფთავით და ცეცხლი და გახასხასებული. საქმიანობა მე დავიწყე 2000 წლიდან, 2001 წლიდან დავიწყეთ ეს საოჯახო ბიზნესი. მის მერე მოვდივართ კრისტალის დახმარებით, თუ რამე შეგვიძლია და გაუკეთებია ღვთისმადლით, თქვენი დახმარებითაა რა ჩემო კარგო. ამან ჩემი ოჯახი ეწეოდა ამ საქმეს, ოჯახო ბიზნესი გქონდათ. შემდეგ ცხოვრება რომ აირია, ჩვენს გავჩერდით თავისთავად იმ დროს წილი პრემიქსი არაფერი არ იშოვებოდა არეულობის პერიოდში და შემდეგ რო განახდა, გაალაგდა პატარა ცხოვრება ნორმალურად, 2000 წლიდან ვეწევით ამ საქმიანობას ჩვენ ჩემო კარგო რა. ისე სარფიანი საქმე არის. კარგი მოვლა უნდა, როგორც პატარა ბავშვი უნდა ყურადღებიდან მოვლა, ისე უნდა ამასაც. 45 დღეზე უკვე უნდა ყოფილა შემთხვევები, რომ დაგვიმთავრებია პარტია 45 დღის ასაკში. და ყოფილა, რომ ცოტა გავწევლა, გაგძელებია, იმიტომ რომ ეს არის ბაზარზე ყველაფერი დამოკიდებული, რეალიზაციას როგორ მოახდენ. თვე ნახევარში მომყავს მე, ჩემი ხან ორ თვეზედაც ვარ. ეხლა ამ ზაფხულში აგვისტოსში მაგალითად ერთი თვე გაჩერებული ვიყავი რა. კიდევ ვფიქრობ, რომ იანვარში მე მგონი გავჩერდები ყინვებში და იმაში ცუდია გათხოვა. არ აგვაქვს ისეთი პირობები ჩვენ, ამიტომ აქ რომ მაგალითად ან გაზზე ახლა უყურე ფეჩით ვათხოვ, ამგე შეშით ან ახეთით. ხო, ასეთი რაღაცა და იანვარში გავჩერდები ერთად. ვაჭრობთ, გვაქვს პრემიქსია სპეციალური გამამატი, რომელიც შეზავებული არის ყვითელი ღერღილი სიმინდით და სპეციალური კონცენტრატია, რასაც პრემიქსი ეწოდება, გამიგე? ქათამი არის, ჩემო კარგებო, ეს არის ბროილერის ჯიში არის, როსი არის, ასეთ სახელწოდება, რომელიც ძალიან მოთხოვნადი არის. დასავლეთ საქართველოს და მთელი ამარაგებენ რა. მოუყავს იქიდან წიწილი არის საუკეთესო ჯიში.
რომელიც 40-45 დღეზე უკვე 2 კილომდე ადის რა, წესიერი მოვლით და სპეციალური თუ თავის დროზე ამას ჩვენ 10 წევსაც უწარებთ თავის დღეზე, 10-12 დღეზე, ყოველ 10-12 დღეზე 10 წევს უკეთებთ, იცრება ეს ერთადად გამბორაზე, ლასოტაზე იცრება, თუ რამე ჭირდება ყველაფერს უკეთებთ, რომ არის გამოზაფხულის პერიოდი სეზონური, როდესაც მიყავთ სოფლის მეურნეობაში, სოფლებში რა გაყავთ ძირითადად მოსახლეობას და ჩვენგან დაყვანილი ქათამი რომ მიდის შემოძმება არის ხარისხიანი უკვე ეს აცრილი დამუშავებული ყველაფერზე ჭირზედაც გამბორაზე და რეალიზაციას ჩვენ ვახდენთ ბაზარში ქუთაისის ბაზარზე ვყავს ძირითადად დამოკიდებული ვართ ამაზე რა იმიტომ რომ მაღაზიებში დაძვაბარებთ მაგრამ მაღაზიებში უფრო კონკურენცია არის ახლა უკვე არიან ის ხალხი დისტრიბუტორები რომლებსაც გააქვთ რამინგე ეს პროდუქცია ჩვენ აქ ადგილზე ვამუშავებთ კლავთ ვასუფთავებთ ყველაფერნაირად და გასამზადებლად გასაკიდად რო არის მზად უკვე არიან რეალიზატორები რომლებსაც მოდიან და მიაქვთ და არიან ისეთ კიდე რომლებსაც ჩვენ თვითონ ჩაგვაქვს ბაზარში ამ ეტაპზე ადრე იყო 4 ლარი შემდეგ როგორც ცხოვრება გაძვიდა სიმინდე გაძვიდა ჩემოგარგო პენუსი გაძვიდა რაღაცა ახლა არის უკვე 5 ლარი არის ამის მინიმალური ფასი რამინგე 5 ლარი ნაკლებ თუ ჩააბარებ უკვე ზარალში მიდიხარ ზარალში არ მიდიხარ მაგრამ არ გრჩება ის მოგება რაც ღირს რა ამის წარმოებისათვის რამე და ამას ზოგი ვერ აკონტროლებს და ვალში ვარდებიან და ესაა მე ფასი ეცემა ძის ესე იგი და ამერიკი პრობლემები არის რა ოჯახში ვართ 7 სულიანი ოჯახი მყავს შემოგარგო მეუღლე შვილი ძალი და 2 შვილი მყავს ძმა მყავს კიდე პენსიონერი არის და ის მეხმარება შეძლებს დაგვარად რა და ძირითადად ეს ჩვენი არის საოჯახო ბიზნესი არის რა შეიძლება არის ამ საქმეს რომ მოკიდებ ხელს უნდა იყოს მონდომებული და სიყვარულით უნდა მოკიდო. ამიტომ ეს საქმე თუ კი არ იცი, უნდა შევეკითხოთ. მე მაგალითად ასე მთელი 2 წელიწადი კონსულტაციებს გავდიოდი. გამიგე, იყო მუხრანში არის ერთი რეფერენდულობა ნათლია იყო ის ჩემი და იქ დავდიოდი და ვსწავლობდი რაღაცებს, რაც მე არ ვიცოდი. ჯერ თავიდანვე საოჯახო ის ქონდა ბიზნესი ჩვენ ჩემი მშობლებიდანაც ვიცი ამის. თუ სიყვარულით მოგიდებ და თქვენურად გაუძღვები საქმეს, მოგებასაც დატოვებს. ეს ნორმალურად ისე რომ ოჯახი არ ჩინოდა, თავი ჩინო ჩემოგარგოდან, ტერმოყარეში გამოსცე და ყველაფერს გააკეთებ რა.